მოგესალმებით ყველას, როგორ ხართ, ხომ ხართ ყველანი ძალიან კარგად. ეხლა ალექსანდრას საჭმელს ვუცხელებ, თან პარალელურად მე მემზადებოდი ვიყავი ერთ ამბებში და ალექსანდრა უნდა გადავუყვანო დედაჩემს, უნდა დავუტოვო დღეს სკოლაში ვერ ვუშვებ სამწუხაროდ, იმიტომ რომ წამყვანი არავინ არ მყავს, ან ვერ წაიყვანე და არა და დღეს მე ერთ ძალიან მნიშვნელოვან ადგილას მივდივარ. დღეს არის ჩემი დაქალის დედის წლის თავი და მოკლედ ნაზიდეი და ჩვენთვის არ ვიცი მართლა ნახევარკაში რო ცხოვრობდით, მეორე დედასავით იყო და ვგიჟდებოდი ამ ქალზე, ჭკუა მეკეტებოდა უსოყვარლესი სვანი, მეუმარი, ძალიან ძლიერი, ძალიან მაგარი ქალი. ქმარი ომში დაეღუპა და მოკლედ მის მერე სამშვილს ზრდიდა და ერთ-ერთი არის ჩემი დაქალი ნათია, წინა ვლოგებში ნახავდით, ალისას დედა მოკლედ და დღეს მივდივარ წლის თავზე, ოღონდ მივდივარ სასაფლაოზე, მე არ დავდივარ, უბრალოდ აღარ დავდივარ და გარდატეხია ესეთ მომენტი იყო, როდესაც ნაზდეიდა დაიღუპა. ისე არც არასოდეს ვის უყვარს ახლა გასვენებაში სიარული, მაგრამ აი ეს ტრადიცია რო გქრა, მე რომ მივდივართ რესტორანში ვჭამთ და მთელი ამბები. იქაც არ მინდოდა წასვლა სხვათა შორის, აი უკვე მან დედან ანუ უკვე დიდი ხანია ვფიქრობ ამაზე, რომ ძალიან მიუღებელია ჩემთვის და თუ სადმე წავსულვარ და არ ვიცი მიჭამია, ისიც აი მართლა რომ რაღაცა შენი სურვილების წინააღმდეგ მიდიხარ და ნაზიდეიდაც რო დაიღუპა და მე მარტო გასვენებაში მინდოდა წასვლა, მაგრამ გაიგიჟოს თავი, უნდა წამოხვიდე, მიცვალებულის პატივისცემა არის და ნუ მოკლედ აი იმ მომენტში რაღაცნაირად წავედი. და ის სუფრაზე რო ზიხარ და აი ყელში საჭმელი რო გადაგდის, რომ აი დაიღუპა ადამიანი და რაღაცა მიდიხარ და საჭმელს აჭამ ზედ ასე გამოდის ჩემთვის ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვფიქრობ და აი მართლა საჭმელი ყელში რო არ გადაგდის, მე რო გესმის ვაიმე ფხალი გემრიელია, ვაიმე ეს გემრიელია, ის გემრიელია და აი იყო მართლა ზღვარი, როცა ვთქვი რომ всё, ეს იყო ბოლო და უკანასკნელი, რომ მე ვარ ასეთ ადგილას და დღესაც, რა თქმა უნდა, რესტორანში არ მივდივარ, იმიტომ რომ არ შემიძლია და სასაფლაოზე წავალ, ვიყიდე ახლა ყვავილებს. სასაფლაოზე წავალ, ყვავილებს მივუტან და წამოვალ უკან სახლში ალექსანდრასთან. დღეს არის პარასკევი, ხვალს სავარაუდოდ მამიდას ველოდები სტუმრად უნდა დავურეკო და უნდა შევთანხმდეთ ზუსტად რომელზე როგორ და რანაირად და მინდა რომ ჩემი მამიდა ჩამოვიდა იტალიიდან. ჩემი მამიდა ჩამოვიდა იტალიიდან, არ მინახავს წლებია, მე იქით ვცხოვრობდი ის იქით და ესე ერთად ვერ გადავეყარეთ ვერასდროს ერთმანეთს, ვერასდროს რა ერთი-ორჯერ კი გადავეყარეთ თბილისში, მაგრამ ძალიან ისე და ამიტომ მინდა რომ დავაპატიჟო ხვალ და რაღაც გემრიელობები გავაკეთო. დღეს ჩემი ნათულის დაბადების დღეც არის სხვათა შორის, უნდა მივულოცო, დავურეკოთ. დღეს ძალიან ბევრი ამბები გვაქვს. მოკლედ წავედი ახლა მე, საჭმელი გაუცხელდა ალექსანდრას და შიგადაშიგ დაგიბრუნდებით. უგემრიელესი გულაში მაკარონთან ერთად. ალექსანდრუშკასაც აქვს ესე უგემრიელესად. უკვე გავამზადე, ახლა უცბად შევჭამ და გადავუყვან დედაჩემს. ყველგან ვაგვიანებ, ხო გამოვიდა ვარჩევს მანქანები როგორ დადიან ამ ტერიტორიაზე, ნერვები მეშლება, მიყიდა ესეთი იესამნების თაიგული, ხო და მოვა ახლა ტაქსი და წავალ, მოვიდა.
всё, ესე იგი მე ჩემს საქმეებს მოვრჩი. მოვედი უკვე ახმეტელზე და ეხლა ჩემს დაქალს უნდა შევხვდე. დაქალებთან ერთად ყოფნა რა კარგია. მოკლედ სოფო იყო პროცედურაზე ბერბერისში. კლდაში გქონია და არ ვიცოდი. თან კაია ხო, სხვათა შორის მომეწონა. სოფო იყო ეპილაციაზე და მეც შემოვუქროლე. აურიკარი ლამაზები ვართ, ხედავ ხო? ძალიან. რას ვაკეთებ? სად მივიდივართ? ხა მივიდივართ ფოსტაში? წამ ფოსტაში. წავედით. მაღაზიები და ჩვენ ხო? აუ ალექსანდრა შევპირდი თავზე იმას. წამოდი უცბად ვუყიდო. აი თავზე ხო პირსახოცი. ესეთი ფერია, ესეთია. ესეთებია. ვარდისფერშიც და აი ესეთებიც არის და მე მგონი ყველაზე დასტოინი ფერი ალექსანდრასთვის აი ესეთია. ბეჟია. ვარდისფერია. ოღონდ ცოტა იქიდან მოხსნი, იმიტომ რომ ეს შელახული ესეთი ის მაქვს ნახეთ აი აქ რაღაცა აქვს და ესეთი არ მინდა ესეთი ავიღოთ. ორი დღეა მადაც არ შორდები რასაც ქვია სტუმრად მივდივართ მე და ალექსანდრა მამი და ჩემთან და ერთი მამი და ჩემისთვის ავიღე მეორე დედა ჩემისთვის ახლა დედა ჩემთან ავალ უცბად ალექსანდრა ხო იქ მყავს დატოვებული და ყავას დავლებთ და ნაპოლეონი ავიღე ძალიან დიდი იმედი მაქვს მომეწონება და ეს არის წინაზე რასაც გაჩვენებთ მერინგის სრულეტი ძალიან გემრიელია ნაჭამი მაგ ძალიან გემრიელია და ამას იქით წავიღებთ და ესე მივდივარ ახლა გაჩერებაზე. აცივდა გარეთ კარგად გულიანად. ეხლა სახლში ავალ ალექსანდრასაც გამოვუცვლი. მეც ალბათ გამოვიცვლი და წავალთ ავტობუსით გავცუნცულდებით სანზონაში. შორს არ ვართ, მადლობა ღმერთს წასასვლელე. აქ წონე აინთება ოდესმე. კი ჩემი ავტობუსი ნეტა ეს ავტობუსი არ მაწყობს ალექსანდრა ეკთანია აჰა თუ ექიმი უკაცრავად ხან ექიმია ხან ეკთანი Доктор, вам это не мешает в работе? Соселия? Да, соселия. Ага. Мне 65 лет. Доктор? Серьезно, Ми? 5 лет. 5 Да. лет. Угу. Фамилия? Уже написали, Соселия. Марина Соселия. Вы же записали? Да. Так. Генешопсы еще ладно, что вирус. Нет, нет, нет. Что сегодня? Сперва надо рану обработать, Беба. Ой, извините. Александра Ивановна. Много лучше. Сделать это. Да. Угу. Что? Что? Возьмите. Нет, нет, нет. Хорошая вена, хорошая. Хорошая. Молодец. Угу. Очень круто. Это? Да. Не, не, Надо. Постить, но надо. ни в коем случае.
Ни в коем случае, как я вену тебе Ну, сделаю? вот так тоже можно. Маленький. Пойду на. Не надо. Так делай. Смотри. Ох ты. Синагевлеме. Котя. Стоять! Куда? Еще не закончили, Мась. А повязку надо вот здесь. Это ты мне вену сделала укол. Я должна сделать согнуть руку Повязку. вот так. Да, Всё. Пластер надо, пластер. Марика будет. Наша? Fotki რომ მარიკა მეთქი მეც მირეკავდა. ხო, მარო ვიდეოს ვუყებ ალექსანდრას და მაგიტო გაგითიშე. რა შვებით. ჯეჯილი დაგითესეთ ოხ, მადლობა. შენ რო იცი მამიდა. და ეს პასკები გამოვაცხები შინდა მოგიტან. უკვე გამოაცხე? აკა, давай. აუ, უნდა გამოვაცხო. აუ რა ყოჩაღი ხარ დღეს რა რიცხვია 11. ყოჩაღ რა. ხო. ან კვირა ჩახავ ბზებზე. კი, როდის არის ბზობა? Ну ничего страшного, это надо, такая надо. კი, ჩავალა. Не переживай. მიუსად გამოგაყოლებთ ჩახავ. კი, ჩავალ კვირას, ხო? კვირას. ხო. გავიხსენ ერთი ხვარაფერია. კი, ჩავიყვან. Не больно? მეთქი კაცო რა ნაცნობი ხმა მესმის თქო. მეთქი საიდან მესმის? არ შემიძლია დედა. ეს აქ საიდან მოვიდა? მე და ალექსანდრა გამოვედით. ტირიშ მეკთან იყო და თიჩი შეერჭა. ახალი ნემსი, ახალი. Давай поцелую. Люблю тебя. მოკლედ მიდივართ მამი და ჩემთან ახლა სტუმრად. კიდევ ბავშვებს აუღებ წვენებს. მარა ეს უკვე იქ მაღაზიაში. მაგათან ახლოს არის მაღაზიები და ძალიან აცივდა და ჩემთან ვიყავი და ჩემ ბიძაშვილის მონიკას თუ მიყურებს. გამარჯობა მონიკა. შენი კურტკა მაცია. შემოვიცი მონას კურტკა, იმიტომ რომ ძალიან ციოდა, ეხლა ამის გამო სახლში ვერ ავიდოდი. ხო დედიკა. გაბრაზებულია. გამარჯობა, როგორ ახარ? სინ როგორ ახარ? გამიხიმე კამერაში, გოგო, გამიხიმე, კარგად გაიხიმე. თქვი რამე? რამე თქვი? ნანა დეიდამ ხელები, ნანა მამიდამ ხელები არ დაიბანა და ისე ეფერება. Александра, ты как смотришь? Ты как смотришь? Киту-инаня. Ой, вот не. Ай, ცოტა ხანი მოგეჩვევა. ესეც რო ტელეფონშია. გიო გავუშვით? მოდი იმღერე. დედა, დედიკო, ჩემო ლამაზო. ამ სიმღერას შენ გიმღერი, რომ გაგახარო. მიდი იმღერე, როგორც მღეროდი. დედა, მიდი და ბანანი უნდა მოგცე. ხოდი. მიდი იმღერე, გოგვემ რა საყვარელად მღერო და დიდი იმგელე. დედა, იმღერეთ ხო? Дедо, дедико. ჩემოლავაზო ამ სიმღერას მიდი იმღერე სინგიმღერი რომ გაგახარო მელამატყუარაო არ წამოვალ არაო დედიკო